მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? მე უკვე ესე დასვენებული, გამოძინებული, დალაგებული და წყნარებული სახლიდან ვიწყებ ახალი ვლოგის გადაღებას. და ამ ვლოგის დასაწყისში მე მინდა ვისაუბრო ისევ აი ამ მოგზაურობის თემებზე, უფრო დეტალებში შევალ, იმიტომ რომ თუნდაც მე ამ მსგავსი ვიდეოების ყურების დროს სულ მინდა ხოლმე რომ რაც შეიძლება მეტი დეტალი თქვა, თუნდაც ფინანსებთან დაკავშირებით და ყველა ვიდეოს ჰქონდა კომენტარი და ორმა თქვენგანმა პირადშიც მომწერა დაახლოებით რა დაჯდაო და მოკლედ ტურისტულზეც მკითხეთ ვის გავყევით და აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებ. იქნებ ვინმეს გჭირდებათ, იქნებ ვინმეს რამეში წაგადგეთ, ან უბრალოდ გაინტერესებთ. რა ვიცი. ესე რომ დავიწყებ ახლა მე ჩემი გამოცდილებისა და ასე ვთქვათ, ხო, ჩემი გამოცდილების გაზიარებას. დავიწყოთ ტურისტული კომპანიით, რომელსაც გავყევით, ეს არის Kila Travel. მე არ მქონია აქამდე ამ კომპანიასთან შეხება, თუმცა დიდი ხანია ვიცი, არ მქონია აქამდე მათთან შეხება, მანამდე მე მოგზაურობდი და როცა მიმოგზაურია ასე სახმელეთო გზით. ორჯერ ვიყავი და ორჯერვე გავყევი Beko Travels. რომელიც არის ძალიან კარგი კომპანია. ამ შემთხვევაში Beko Travels არ ქონდა ეს სახმელეთო გზით სტამბული, ამიტომ ავირჩიეთ Kila Travel. რა შემიძლია ვთქვა, ძალიან კარგი, დინჯი, მშვიდი, წყდარი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლობით სავსე გიდები, მძღოლებიც კარგი, რა თქმა უნდა და რა ვიცი, ყველაფერმა მშვიდად და კარგად ჩაიარა, ისე რომ ორივე კომპანიასთან მაქვს ასე ვთქვათ, კარგი გამოცდილება და შეგიძლიათ რა ვიცი, აირჩიოთ და ერთად. შემდეგ უფრო ძირითადი კითხვები იყო თანხასთან დაკავშირებით რა ჯდება. თვითონ ტურის ღირებულება ძირითადად და თითქმის ყველას ესე სახმელეთო გზით აქვს 580 ლარად პაკეტი. რაშიც შედის ტრანსპორტირება, სასტუმრო და საუზმე. სასტუმროში განთავსება და საუზმე. 3 ღამე და 3 საუზმე. თქვენი ძირითადი ხარჯი არის უკვე იქ ადგილზე, რომელიც არის ალბათ სამმაგი. თუმცა ნებისმიერი სანახაობა და ნებისმიერი რამ არის ნებაყოფლობითი და არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენს გეგმებზე, თქვენს ფინანსებზე და ნება-სურვილზე დამოკიდებული. გინდათ შეხვალთ, გნებავთ არ შეხვალთ. სტამბული ვინაიდან არის ძალიან ისეთი ქალაქი, ბევრი რამ არის სანახავი და სხვათა შორის არსად შესვლა არ ღირს იაფი. საკმაოდ ძვირია. ამიტომ აი ევროპის ქალაქებშიც არ არის ალბათ ეგეთი სიძვირე, რა ვიცი, ყველგან და ყველაფერში, ანუ სადაც შედიხარ, ყველგან ძვირია, ხვდები? რაღაც შეიძლება ცოტა ძვირი იყოს, რაღაც შეიძლება ცოტა ნაკლებად, მაგრამ სტამბულში ყველგან საკმაოდ ისეთი დიდი თანხები გჭირდება, რომ შეხვიდე. და თან არის ძალიან ბევრი რამ სანახავი. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს არის თქვენ ნება-სურვილზე. ჩემთვის პირადად პრიორიტეტი იყო ამ შემთხვევაში, რადგან პირველად მივდიოდი და რადგან სტამბული სხვანაირად რაღაცნაირი ეს მოაქვს ჩემთვის რა, ცოტა სხვანაირი ქალაქია ჩემთვის. მინდოდა რომ რაღაც შეიძლება მეტი და ყველაფერი მენახა და როგორც მინდოდა ზუსტად ისე. თუ კიდევ მოხვდები და ვფიქრობ რომ ერთხელ მაინც აუცილებლად კიდევ მოხვდები და წავალ, მე უკვე ძალიან თავისუფლად და ძალიან სხვანაირად წავალ, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდოდა რომ ყველაფერი მენახარ, ისი ნახვაც მინდოდა. ყველგან რომ შეხვიდეთ, რაც კი შედის ტურის ფარგლებში, სანახაობები გჭირდებათ ლირაში 14500 საშუალოდ შეიძლება ფასები შეიცვალოს, მე მაგალითად აკვარიუმში რომ მივედით 100 ლირით გაძვირებული იყო უკვე, ისე რომ რაღაცა მერყეობს, შესაძლებელია რომ რაღაცა მოელანდოთ და შეიცვალოს ფასიც, მაგრამ ახლა 100 ლირა სადღაც 6 ლარია, 5-6 ლარი, ასე რომ გავთვალოთ რა. 14500 ლირა საშუალოდ გჭირდებათ იმისთვის რომ შეხვიდეთ ყველგან კაცზე. ერთი წამით გეტყვით რამდენია ზუსტად. კი ბატონო, 788 ლარია, 800 ლარამდეა. ამის გარდა არის შემოთავაზებაში თურქული საღამო, რომელიც უკვე მეორედ ვიყავი და რამდენჯერაც შემეძლება და რამდენჯერაც მოვხვდები, ყოველთვის წავალ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა მაგათი ისტრამეები, მე მიყვარს. კრუიზზე თან გემზე პირველად ვიყავი თურქულ საღამოზე. ღირებულება არის 60 евро კაცზე. მამაში შედის კვება, კვების ახლა რა გითხრათ, გითხრათ რომ გემრიელად შეჭამთ, ვერ შეჭამთ გემრიელად, მაგრამ მშივრები არ იქნებით. წახებსებას შეძლებთ, ანუ შედიოდა ასევე სასმელი უფასოდ, რაღაც 1-2-3 შეიძლება მოგიტანონ რა, 10 ჯერ ვერ მოატანინებ. ევროში არის კიდევ 25 евро არის ასევე Hagia Sophia-ში შესასვლელი. ამ ეტაპზე ჩვენ Hagia Sophia-ში ვერ შევედით. ეს ხარჯი გამოგვაკლდა, იმიტომ რომ Hagia Sophia-ში მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია. აი ამ ყველაფრით ავარტყით სადღაც 1600 ლარს. კაცზე. ეს რა თქმა უნდა, წყალი გინდა, წვენი გინდა, სიმითი გინდა, რაღაცას დაინახავ, მაგრამ მთავარი ახლა კაი, გშია. აუცილებლად საჭმელისთვის უნდა გათვალოთ, თუმცა თქვენ შეგიძლიათ კიდევ ვიმეორებ. ეს მოგზაურობა დაისვათ სულ რაღაც 1200 ლარი
ან 1500 ლარი, ან კი ბატონო 2000 და ვიღაცამ შეიძლება 10000-იც არ ვიცი, ახლა გააჩნია. სადღაც 2000 ლარი საშუალოდ დაგჭირდებათ იმისთვის, რომ სრულად შეირგოთ და შეიგრძნოთ ეს ტური. ყვებითაც იყვებოთ, საჭმელით შეჭამოთ, სხვათა შორის ტურისტულ ადგილებში, სადაც ხვდებით, მე პირადად მხოლოდ ერთხელ ვისაუზმე, მეორე დღეს საერთოდ არ ჩავსულ ვარ და მესამე დღეს, წესით მეოთხე დღე იყო, მაგრამ მე საუზმე მესამე იყო, ჩავედი, მაგრამ არაფერი მიჭამია. რა ვიცი, ეგრე დილით უბრალოდ არ შემიძლია, ვერ ვჭამ. შესაბამისად მიშივდებოდა უკვე შუა დღეს და საღამოს, ხო? დღეში ორჯერ ყველა ვარიანტში მოგშივდება და უნდა შეჭამო. სადაც ხვდებით ან დღის განმავლობაში, შენ დილით რომ გადიხარ, ღამემდე სასტუმროში ვერ მოდიხარ. ცოტა ისეთი დისკომფორტია ერთი მხრივ. საერთოდ არ შედიხარ სასტუმროში. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ეს ექსკურსია, ასე ვთქვათ. სადაც ხვდები და სადაც საკვებია, არის საკმაოდ ძვირი. აი დესერტებიც ძვირია, ყავაც ძვირია, რეალურად. ანუ ერთი ორგან მაქვს ვიდეოშიც მითითებული, ხა ბევრი რაღაცა არც გადავიღე და რაც გადავიღე, ბევრი რაღაც არც დავდე, მაგრამ ან მინიშნებით დაახლოებით რომ მიხვდეთ ფასებს, მიხვდებით. ანუ საკმაოდ ძვირია, არ არის იაფი. შესაბამისად ეგეც გასათვალისწინებელია და თუნდაც გზის განმავლობაშიც ყველა ტურისტულს აქვს თავისი ობიექტები, სადაც ჩერდებიან, ბევრჯერ ჩერდება ავტობუსი, 6ჯერ, 7ჯერ, არ ვიცი რამდენჯერ. რადგან სადაც ავტობუსი გზის განმავლობაშიც აქედანაც და იქიდანაც ჩერდება, არის რა თქმა უნდა საკვები და აი იქაც არ არის იაფი. ეს ხარჯი წასვლის გზაში, ხარჯი წამოსვლის, იქ კვება, ეს ყველაფერიც არის გასათვალისწინებელი, ისე რომ აი ესენი მინდოდა მეთქვა, არ ვიცი კიდევ თუ რამე კითხვები გექნებათ, შეიძლება გითხოთ, მე მგონი რომ ძირითადი რაზეც გამიმახვილეთ ყურადღება ყველაფერი ვთქვი. თუ კიდევ რაიმე იქნება რომ გაინტერესებთ, კითხეთ და გაგცემთ პასუხს.